ეხლა ვიმყოფებით ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში 0 სართულზე იმ სივრცეში, რომელიც ერთ დროს მიწით იყო დაფარული. ეს სივრცე გაიწმინდა და მოეწყო სპეციალურად ძალიან საინტერესო საექსპოზიციო დარბაზი. წლების მანძილზე მიწისგან სრულად დაფარული სივრცე ახლა ქართული დამწერლობის დარბაზად იქცა. დაუღალავი სამუშაოების შედეგად, რომელიც წელიწად ნახევარი გაგრძელდა, ეროვნული ბიბლიოთეკის 0 სართულზე მოეწყო სივრცე, სადაც დღეიდან ქართული დამწერლობის ისტორიას გაეცნობით. ჩვენი მიზანია, რომ აქ შემოსულმა დამთვალიერებელმა, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა, ნახოს ქართული დამწერლობის ისტორია. ერთ სივრცეში, ერთ დარბაზში, შედარებით მოკლე დროში და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განსაკუთრებით ჩვენი სკოლის მოსწავლეები მოვიყვანოთ, დავეხმაროთ სასწავლო პროცესში და გაუმარტივოთ იმის გაგება, რა მნიშვნელოვანი კულტურული მიღწევები ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, თუნდაც დამწერლობის თვალსაზრისით, ის სამი ფორმა, რომელიც უნიკალურია და რეალურად არის მატერიალური კულტურის, არამატერიალური კულტურის ძეგლი. 3D ფორმატში დამწერლობის დარბაზის კედლებზე ქრონოლოგიურადაა აღწერილი ქართული დამწერლობის ისტორია. მოკლე ტექსტების საშუალებით დამთვალიერებელი მარტივად და სწრაფად გაეცნობა ინფორმაციას ქართული მწერლობის ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენაზე. დღეს ფართო საზოგადოებისთვის პირველად გაიღო დარბაზში შესასვლელი მუხის ხისგან დამზადებული ეს უნიკალური კარიც, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ პირებთან ერთად ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების მიხედვით ამოკვეთილი ჩუქურთმები ამშვენებს. სპეციალურად დამზადდა ეროვნული ბიბლიოთეკისათვის. სიმბოლურია, რომ ამ უნიკალურ ხის კარზე წარმოდგენილია ანთიმოზივერიელის გამოსახულებით ჩუქურთმა და შემდეგ ვახტანგ მეექვსის გამოსახულებით სპეციალური ჩუქურთმა. ეს ორი ის ადამიანია, რომლებმაც საქართველოში პირველი სტამბა დაარსეს და სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკის დამწერლობის დარბაზს ეს უნიკალური კარი ამშვენებს. დედაენის დღეს საგამოფენო სივრცეში სხვადასხვა წლებში გამოცემული დედაენის სხვადასხვა გამოცემა გამოიფინა. თითოეული ეგზემპლარი ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში ინახება. მათ შორისაა მე-19 საუკუნით დათარიღებული დედაენის ეს მერვე გამოცემა, რომელზეც შესწორებები და მინაწერები თავად იაკობ გოგებაშვილის მიერაა გაკეთებული. ვარაუდობენ, რომ ავტორს შენიშვნები მე-9 გამოცემისთვის გაუმზადებია, თუმცა წიგნი აღარ დაბეჭდილა. ყველა დედაენა გვაქვს ჩვენს საცავში შენახული, ეს არის 1874 წლიდან ჩვენი საუკუნის 20-იან წლების დასაწყისამდე, რაც კი გამოსულა ეს დედაენები. რა თქმა უნდა, დედაენა ეს არის ჩვენი იდენტობისთვის უმთავრესი პრაქტიკულად ამაზე იგება ქართული თვითცნობიერება, ეროვნული კულტურა და იდენტობა. აქ თქვენ ხედავთ ასევე საერთო ქართველურ ენებსაც, ესეც დოკუმენტირებულია. ეს არის მეგრული, ნანაშინინა არის მეგრულად, სვანურად არის დინინ და ბაცბურად, ანუ წოვათუშების ენაზე ეს არის ნანამოდ. ამ დარბაზს კიდევ უფრო უნიკალურს ეს იატაკი ხდის, რომლის შექმნაც ყველაზე რთული და შრომატევადი აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ამბობენ, საუკუნეებს გაუძლებს და ქვეყნის ისტორიაში დარჩება. მოზაიკა ქუთაისის ბაგრატის ტაძრის იატაკის ზუსტი ანალოგია, რომელსაც გარშემო ძველი ქართული ასოები ამშვენებს. 1915 წელს დაიწყო ამ შენობის შენება, ექსპედიცია გააგზავნეს ტაო-კლარჯეთში, რომელმაც იქაური ეკლესია მონასტრებიდან ჩუქურთმები გადმოიტანა აქ და ზუსტად ისე გაკეთებული. მაშინ ეს იატაკი იქ მიწით იყო დაფარული ის ხანში და შემდეგში ბაგრატის ტაძარშიც არ იყო. ეგ ერთ და იგივე კაცის გაკეთებულია. ჩვენ ისხრის იატაკიც აღვდგინეთ და ბაგრატის იატაკიც და ჩვენ შეგვიძლია უკვე ადამიანი მოვიდეს და შემოვა აქ მიხვდეს როგორი იყო ბაგრატის ტაძრის იატაკი, მაგალითად, როდესაც ის აშენდა. დღეიდან ქართული დამწერლობის დარბაზი ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის ღია. სამომავლოდ ამ სივრცეში კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები და თემატური გამოფენები მოეწყობა.